მოგესალმები, ქართული. გამარჯობათ ბატონო გელო. მოდი, დღეს მაყურებელს გავაცნოთ თუ როგორ დავიწყეთ ჩვენ 2 წლის უკან თანამშრომლობა, მუშაობა. თქვენ ერთ-ერთი სტაჟიანი მათემატორსელი ხართ. რომელ წელს მოხვედით მათემატორში? 2016 წელს. 2016 წლიდან 9 წელი, ხო? შენ სტაჟიანი თანამშრომელი გამოდიხარ. როცა იმ ადგილიდან მე რომ მოვედი, შენ დამხვდი. და მითხარი რომ მოდი ბანერთან სურათი გადავიღოთ. და მე გითხარი რომ ბანერთან სურათი კი გადავიღოთ, მაგრამ იმდენად დაღლილი ვარ, იმდენად დანგრეული დამხვდა ყველაფერი, რომ ამის გაგრძელების სურვილი არ მქონდა. და ძალიან ძნელი იყო. კი. მაშინ ალბათ ორივეს თითქმის შეუძლებლად წარმოგვედგინა ის მომავალი, რაშიც დღეს ვართ. აი, ძალიან ძნელი იყო, ძალიან რთული იყო, როცა არაფერი არ დაგხვდება, არც თანამშრომლებიც რო არ დაგხვდება, როგორი დასაწყებია, ისეული ეს მოგზავნით ნულიდან. მაგრამ მე მაინც ჩემი გეგმა მქონდა. მაგრამ დაგელოდე შენ ერთი რა სიტყოდი. აი რა პასუხს მეტყოდი საბოლოოდ. გავაგრძელებდი თუ არა. და როცა ბანერთან სურათი გადავიღეთ, შენ მითხარი რომ შენ ამას შეძლებ და ნოლიდან უნდა დაიწყო, იმიტომ რომ შენ კიდევ ერთ დროს ნოლიდან ხო დაიწყე. კი. და ბანერთან სურათი გადავიღეთ და ნოლიდან დავიწყეთ. და შენი გვერდზე დგომით და იმ გოგობიჭების გვერდზე დგომით, ვინც რეალურად გვერდზე დაგვიდგა, შედეგი უკვე ჩანს და სახეზეა და ჩვენ ამას მივახციეთ. მე როგორი ადამიანები არ მიყვარს, იცი? მე გავაკეთებ რო იძახეს. ადამიანებს აინტერესებს, გააკეთე, რა თუნდა ამდენი ძახილი. ჯერ გააკეთე და მე რა თქვი? კი ბატონო. ამ წუთას გეგულება სადმე უკეთესი ცენტრი. არა. დუბაიში სულიად საქართველოში ესეთი მასშტაბური, ესეთი მრავალფეროვანი არჩევანით, აი ამხელა კოლექციით, ასე რომ ვთქვათ, უიშვიათესია. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ბაზრობებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ავტოცენტრზე. მულტიბრენდულ ავტოცენტრზე.